ბრიუსელის და ვაშინგტონის ნაცვლად აშხაბადი დემოკრატიული მოკავშირეების ნაცვლად კი სამხედრო დამნაშავის გვერდით რეჟიმი აღარ ცმალავს, რომ საქართველოს მომავალ სწორედ დემოკრატიის მტრების ბანაკში ხედავს. ოკუპანტი სახელმწიფოს ლიდერთან საერთო პოლიტიკური პლატფორმის გაზიარება ოცნებას დისკომფორტს არ უქმნის. თავის მართლება არც ივანიშვილის პრემიერს უცდია, რომელმაც პუტინის თანდასწრებით ისე ილაპარაკა, რომ რუსეთი არ ახსენა და არც დეოკუპაცია მოითხოვა. ქართველი ხალხის დემოკრატიული მეგობრებისათვის სცენები თურქმენეთიდან ოცნების ანტიდასავლური კურსის კიდევ ერთი მტკიცებულება გახდა. სალომე ლაბაძე უერთდება ამ თემით ფორმულას პირდაპირ ეთერს. ის რომ ქართული ოცნება მოქმედებს კრემლის ინტერესების შესაბამისად შეიძლება ითქვას, რომ ყარად ჩამოყალიბებული პოზიცია ვაშინგტონში, სადაც ამის შესაბამისი კიდევ ერთი გზავნილი გუშინ ჯინ შაჰინმა გაავრცელა. ჯინ შაჰინმა ამის მტკიცებულებებად მიუთითა ივანიშვილის ანტიდემოკრატიულ და ანტიდასავლურ პოლიტიკაზე, როცა ოლიგარქის მთავრობამ ჯერ უარი თქვა საქართველოს ევროატლანტიკური განვითარების გზაზე, ამის შემდეგ კი ამის საპროტესტოდ ქუჩაში გამოსული მოქალაქეების წინააღმდეგ უპრეცედენტო ზომებს მიმართა, მათ შორის შეიმუშავა არაერთი რეპრესიული კანონი. სწორედ ამ დასაბუთებით სენატორი ჯინ შაჰინი არის ერთ-ერთი იმ ამერიკელ პარტნიორებს შორის, რომლებიც ივანიშვილის მთავრობის წინააღმდეგ კონკრეტული ზომების, უფრო ზუსტად კი სანქციების ამოქმედებას ითხოვენ, მათ შორის მეგობარი აქტის დამტკიცების და ძალაში შესვლის გზით, რის ალბათობასაც შეიძლება ითქვას, რომ ზრდის სწორედ კობახიძის ვიზიტი აშხაბადში, სადაც ის მსოფლიოში მშვიდობის დამყარების გზებზე და მეთოდებზე საუბრობდა პუტინთან ერთად. მე შეგახსენებთ, რომ ივანიშვილი სწორედ როგორც კრემლის აგენტი უკვე არის სანქცირებული ამერიკის მთავრობის წინა ადმინისტრაციის მიერ და ეს გადაწყვეტილება ძალაში რჩება ტრამპის მმართველობის პირობებშიც, მას შემდეგ კი რაც ჩვენ ვიხილეთ კობახიძე პუტინთან ერთად პლატფორმაზე, სადაც ისინი ერთად საუბრობდნენ მსოფლიოში მშვიდობის დამყარების მნიშვნელობაზე. სპეციალისტები მიიჩნევენ, რომ მეგობარი აქტის ამოქმედების გზით თუ რაიმე სხვა მეთოდით ივანიშვილის მთავრობაზე ზეწოლა ვაშინგტონის მხრიდან გაიზრდება. ჩვენ ახლა შეგვიძლია ჯინ შაჰინის გზავნილებს მოვუსმინოთ. გასულ წელს საქართველოს მთავრობამ საკუთარი მოქალაქეების გასაჩუმებლად და დემოკრატიული სისტემის დასუსტების მიზნით უპრეცედენტო ნაბიჯები გადადგა. მან რეპრესიული კანონები მიიღო. მან უარი თქვა ევროატლანტიკურ საზოგადოებაში გაწევრიანების შესახებ საქართველოს კონსტიტუციით განსაზღვრულ პირობაზე. მან ზეწოლა მოახდინა სამოქალაქო საზოგადოებაზე და პოლიტიკური ოპოზიციის წარმომადგენლები დააკავა. აღნიშნული ნაბიჯები სრულად შეესაბამება მოსკოვის ინტერესებს. საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების ლიდერები, მათ შორის ნინო დოლიძე, რომელიც დემოკრატიის ეროვნული ინსტიტუტის დემოკრატიის ჯილდოს მფლობელია, ძირითადი უფლებების დასაცავად პირადი რისკის ფასად მუშაობენ. მათი ბრძოლა უფრო ფართო გლობალური ბრძოლის ნაწილია. კობახიძის აშხაბადში ვიზიტი რომ ქართულ ოცნებას უფრო ძვირად დაუჯდება, ვიდრე უკვე უზის საკუთარი ანტიდასავლური და ანტიდემოკრატიული პოლიტიკა. ამაზე ადგილზე რეჟიმის მოწინააღმდეგეებიც საუბრობენ. ამის მიზეზად კი ასახელებენ არა მხოლოდ იმას, რომ კობახიძე იმყოფებოდა პუტინთან ერთად და ერთ ფორუმში აშხაბადში, საუბარია ნდობისა და მშვიდობის ფორუმზე, რომელიც თურქმენეთის ნეიტრალიტეტის 30-ე წლის თავს მიეძღვნა და მასთან ერთად გადაიღო თუნდაც საერთო ფოტო. არამედ იმ გზავნილების გამოც მიანიშნებენ ამაზე რეჟიმის წინააღმდეგები, რომლებიც ჩვენ კობახიძისგან მოვისმინეთ, მან ნაცვლად იმისა, რომ პუტინის თვალწინ დგომს ესაუბრა დეოკუპაციაზე და სწორედ ეს დაესახა მშვიდობის დამყარების გზად რეგიონშიც და მსოფლიოშიც. ამის შესახებ ივანიშვილის წარმომადგენელს ერთი სიტყვაც კი არ უთქვამს, მან ოკუპაცია ახსენა, თუმცა არ უხსენებია რუსეთი და ეს მაშინ, როცა როგორც უკვე გითხარით, კობახიძე მონაწილეობდა ფორუმში სწორედ ოკუპირებული ქვეყნის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის გვერდით. ჩვენ ყოველთვის არაღიარების პოლიტიკის ნაწილი იყო და დეოკუპაციის პოლიტიკის ნაწილი, პოლიტიკური ნაწილი, რომ არ მონაწილეობთ იმ ფორმატებში, აი იმ ახალ ფორმატებში, ახლა გაეროდან ვერ გამოვალთ, მაგრამ გაეროში ყველაა და დანარჩენი ჩვენ არც ერთ ფორმატში არ ვართ, სადაც რუსეთია. პუტინთან ერთად პოდიუმზე დგომა ამ აი მიკროელემენტით. იქ რო სურო ოქროს ხელშეკრულებებზე მოეწერა ხელი არაფერს მის წასვლას ხდის არამედ უშედეგოს, არამედ დამაზიანებას. ევროპა თურმე რომელიც ფულს გაძლევდა, გეხმარებოდა, შენ უფასო განათლება შემოიღო, ხო, რამდენი ბავშვები სწავლობენ ახლა ჩვენები, ხო, ევროპაში. რამდენი ოჯახი ცხოვრობს დღეს საქართველოში ევროპული გადმონაცვლებით. ყველაფერზე თავი დავანებოთ. ევროპა, რომელიც კეთილდღეობის სიმბოლო, ის თურმე მტერი ყოფილა, ხო, და რას არ ეძახიან, ჯერ იყო გლობალური ომის პარტია და ახლა თურმე deep state-ი გახდა. სისულელეზე. და აშხაბადში პუტინთან გვერდით იქ ტეხავს და პუტინთან არ ტეხავს. ეს ხო
ალტერნატივის ფასია, ხო? ჩვენ ხო არ ვიყავით იზოლირებული რაღაც, თურქმენეთი ხო არ ვიყავით მართლა, კაცო, ღია ქონდა, კარი კანდიდატის სტატუსი მოგვცეს და უიზომი მოსვლა ყველაფერი ქონდა. ყველა ინსტრუმენტი იდო მაგიდას. სადამდე უნდა მიიყვანო საქმე, რომ არსად არ წაგესვლებოდეს და პუტინთან აღმოჩნდე პოდიუმზე, იმიტომ რომ სადღაც მოხვდე. აი ეს არის სასირწყვილო და ეს არის ქართული ოცნების პოლიტიკური დეგრადაციის ანატომიის ძალიან კარგი მაჩვენებელი. ჩვენი ოპონენტები ამბობენ, რომ როგორ ყველა ელაპარაკება პუტინს და ჩვენ არ უნდა ველაპარაკოთ, ფაშინიანი ელაპარაკება, ალიევი ელაპარაკება, ევროპელები, ამერიკელები. საქმე იმაში კი არ არის ელაპარაკები თუ არა, რას ელაპარაკები და რაზე ელაპარაკობ. ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი. დღეს რაც კობახიძემ აშხაბადში თქვა ამ მშვიდობის სამიტზე, მშვიდობის სახელით ამას ერქვა საჯარო კაპიტულაცია, ხო? როდესაც შენ ჩადიხარ ეს ფორუმზე, ხა რამდენად წარმომადგენლობითი იყო ამაზე, ვისაუბრებთ, გეძლევა შესაძლებლობა ოკუპანტი ქვეყნის მმართველთან იჯდე ერთ მაგიდასთან და ეს ტექსტი თქვა, რაც კობახიძემ თქვა და არ უთხრას იქვე საჯაროდ იმის შესახებ, რომ შეუძლებელია მშვიდობაზე ისაუბროს ოკუპანტმა და შეუძლებელია კავკასიაში მშვიდობაზე ლაპარაკი, მანამ სანამ საქართველოს რეგიონები ოკუპირებულია. და როცა ამის ნაცვლად ამბობ იმას, რასაც ამბობ. ახლა გინდა შევხვდი და წავიდეს და კრემლში, რა ვიცი, ყავდეს რა მნიშვნელობა. იმ ფონზე, როდესაც დასავლური სამყარო ფაქტობრივად მოწყვეტილი არის საქართველოს, რა თქმა უნდა, მსგავსი ვიზიტები და მსგავსი ფორმატებში შეხვედრები აღიქმება როგორც კობახიძის და ოცნების მხრიდან, როგორც კიდევ ერთი განცხადება, რომ ისინი უფრო, რა თქმა უნდა, უკვე მიმართული არიან ავტორიტარული სამყაროს ბანაკისკენ და არა დასავლური სამყაროსკენ. გარდა ამისა, ძალიან ნიშნულოვანია, რომ პუტინმა გუშინ განაცხადა, რომ ნეიტრალიტეტი არის გარანტი ფაქტობრივად მეზობელი ქვეყნების მშვიდობის და არ დააყოვნა, რა თქმა უნდა, ოცნების განცხადებას, რომ თურმე იქ წყდება საქართველოს ბედი, ეს რა თქმა უნდა, ერთიან კონტექსტში ნათლად მიუთითებს, თუ რა გეოპოლიტიკური განცხადება იყო გუშინელი კობახიძის ვიზიტი ჩვენთვის და, რა თქმა უნდა, ჩვენი პარტნიორებსაც ხდება ეს ყველაფერი. საერთო ფოტო პუტინთან და მისი სიტყვის მოსმენა, მაშინ როდესაც მისი ქვეყნის 20% არის ოკუპირებული, მე ვფიქრობ, არის იმ განაცხადის გაგრძელება, რის შესახებაც დასავლეთში ყველამ კარგად იცოდა და ყველამ კარგად ნახა ჯერ კიდევ ირანში მისი ვიზიტისას. შესაბამისად არ ვფიქრობ, რომ ეს რაღაცა სიურპრიზი ყოფილიყო ჩვენი დასავლელი პარტნიორებისთვის, თუმცა კიდევ უფრო მეტი ვიზუალი, ასე რომ ვთქვათ, რა თქმა უნდა, აჩვენებს იმას, რომ ვისთან ერთად დგას და რომელ კლუბში ირაკლი კობახიძე, მით უფრო, როდესაც ის ღიად თავს ესხმის ჩვენს დასავლელ პარტნიორებს. ამიტომ აქ ყველაფერი სურათი ნათელია და გასაგებია და ეს კიდევ ერთხელ არის უბრალოდ მათი შეტრიალებული რუსეთისკენ საგარეო პოლიტიკის მაჩვენებელი და სხვა არაფერი. რამდენად დამაზიანებელია საქართველოს ეროვნული ინტერესებისთვის მას მართავდეს ძალა, რომელიც სრულად იზოლირებული დასავლეთისგან და რომლის ლიდერიც აი ამ პირობებში აშხაბადში ჩადის და იქ პუტინთან ერთად ერთ ფორუმში მონაწილეობს. ამაზე ქართული ოცნების წარმომადგენლებს არაფერი უთქვამთ, მეტიც მათ გუშინ გიაოლსკის პირით პირდაპირ გვითხრეს, რომ კობახიძე გუშინ აშხაბადში ვიზიტის დროს იმყოფებოდა იქ, სადაც საქართველოს ბედი წყდება, რაც ანალიტიკოსებისა და პოლიტიკოსების შეფასებით არის რეჟიმის მხრიდან იმის კიდევ ერთი აღიარება, მის მიერ ისედაც გაცხადებული პოლიტიკის კიდევ ერთი აღიარება, რომ მას საქართველოს მომავალი წარმოუდგენია არა დასავლელი მოკავშირეების გვერდით ევროპული კეთილდღეობის პირობებში, არამედ რუსეთის გავლენის ქვეშ, რადგან ქართული ოცნება ივანიშვილის ხელმძღვანელობით არის კიდეც ის ძალა, რომელიც უკვე 13 წელია საქართველოში სწორედ კრემლის ინტერესებს ემსახურება და წარმოადგენს.